გამარჯობათ. როცა გიყვარს ღმერთი, სწავლობ მოყვასის სიყვარულსაც. რას ნიშნავს მოყვასის სიყვარული? რაში გამოიხატება? ეს ნიშნავს იმას, რომ მოყვასი ხდება შენი ცხოვრების ნაწილი იმით, რომ თანაუგრძნობ მას საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანით. ასე იქცეოდა იესო ქრისტე და ასეთ მოქმედებას სწავლობს ჭეშმარიტი ქრისტიანიც. შეიძლება ბევრი შემთხვევები გავიხსენოთ, სხვისი შემთხვევები, შეიძლება საკუთარიც. ვიღაცამ დაუთმო მაგალითად სამაშველო ნავში ადგილი როცა გემი ჩაიძირა. ვიღაცის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში მაგალითად, ხო? თუმცა უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება სულაც არ დადგეს ასე უკიდურესი ფორმით მოყვასის სიყვარულისადმი გამოხატვა, არ დადგეს ჩვენ ცხოვრებაში ასეთი უკიდურესი ფორმებით, მაგრამ თანაგრძნობა სხვისი საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანით ნიშნავს იმას, რომ შეიძლება შენ უფრო ძალიან გტკივა, მაგრამ თანაუგრძნობ და გვერდში უდგები მოყვას ისე, როგორც შეგიძლია. ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება ღმერთი მიწაზე, მადლით ღმერთი. რატომღაც ზოგ მორწმუნეს ეხამუშება ეს სიტყვა და ეუცხოვება. არადა ეს ტერმინი ეკლესიის მოღვაწეების საუბრებში ჩვენ გვხვდება და ეს ნიშნავს ღმერთშემოსილობას. მადლით ღმერთობა ნიშნავს ღმერთშემოსილობას, განღმრთომას, სრულყოფილებას, რომლისთვისაც მოწოდებული იყო ადამი და ევა და მოწოდებული ვართ ჩვენც ქრისტიანები. იყავით წმინდა, როგორც წმინდა ვარ მე, ამბობს უფალი. ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება შემნახველი და მატარებელი ღვთაებრივი სიყვარულისა. რა არის ეს ღვთაებრივი სიყვარული? კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ. ღვთაებრივი სიყვარული ეს არის მოექცეს სხვას ისე, როგორც ღვთისათვის არის სათნო, მიუხედავად იმისა, იმსახურებს ის თუ არა ამას. არც ერთი ჩვენთაგანი არ ვიმსახურებდით, მაგრამ მაცხოვარი მოკვდა ჩვენთვის, ჯვარს ეცვა ჩვენთვის. აი ეს არის ღვთაებრივი სიყვარული და ეს არის ის სულიერი სიმდიდრე, სულიერი საგანძური, რომელიც უნდა იყოს ქრისტიანის სულში. რაც გამყოფებს ღმერთთან ერთობაში. კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს იყო ღმერთთან ერთობაში. ეს ნიშნავს სულიერად იყო ერთობაში დანარჩენ ადამიანებთან, იმით რომ სხვისი ტკივილი განიცადო როგორც საკუთარი, სხვისი მწუხარება განიცადო როგორც საკუთარი და გარდაქმნა ის ლოცვით მადლში. დაივიწყო საკუთარი საჭიროებები. იესო ქრისტე ცხოვრობდა სხვების გადასარჩინად. ჭეშმარიტი ქრისტიანიც სწავლობს ცხოვრებას სხვების გადასარჩინად. ყველა უბედური ადამიანი ხდება ჩვენი განსაცდელებით დატანჯული გულის ნაწილი. ყველა მწუხარებაში ყოფი ადამიანი ხდება განუყოფელი ნაწილი ხდება ჩვენი სულისა. ნებისმიერი ცოდვილი ადამიანი ეს არის ანარეკლი ჩვენი საკუთარი დაცემულობისა. აი ეს არის ზუსტად ის კავშირი, განუყოფელი კავშირი, რაც აერთიანებს ღმერთში, როგორც ცოცხალ, ისე გარდაცვლილ ადამიანებს. კაცობრიობის გამოცხადება მდგომარეობს იმაში, რომ კაცობრიობა უნდა იყოს ერთიანი,
ცხოვრობდეს ღმერთში, როგორც ერთი სრულყოფილი ადამიანი. აი ეს არის ღმერთის ნება და განგებულება, რომელიც აუცილებლად შესრულდება.